მე ვახსენე, რომ ეკოლოგიური ნიში შეიძლება განიხილებოდეს როგორც გარკვეული ფუნქცია, რომელსაც ორგანიზმი ასრულებს ეკოლოგიურ სისტემაში. თუმცა ეს არის ერთ-ერთი ნიშის განმარტება. დღეს უფრო პოპულარული არის ჰატჩინსონის ნიში, ეგრეთ წოდებული, ამაზე ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ, მაგრამ დაუბრუნდეთ, ესე იგი, ნიშს როგორც ორგანიზმის ფუნქციას, განმარტებას, რომელიც შექმნა ელტონმა თავის დროზე, მაგრამ რა არის ეს ფუნქცია ორგანიზმისა ეკოლოგიურ სისტემაში? ზოგადად ჩვენ შეგვიძლია ეს გვესმოდეს, არა? ესე იგი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ლეშიჭამია ფრინველებზე და ვადარებდით ფასკუნჯს და იმას რა ქვია, ამერიკულ სვავს, გასაგები არის, რომ ეს არის ძალიან მსგავსი ფრინველი, ძალიან მსგავსი სასიცოცხლო ფორმა, რომელიც ცხოვრობს მსგავს ადგილებში, რომელიც იკვებება ძალიან მსგავსი გზით და რომელიც რედუცენტი არის ძირითადად, აი გავიხსენოთ სიტყვა რედუცენტის ფუნქციას ასრულებს ეკოლოგიურ სისტემაში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ძალიან ისევ ზოგადი. ესე იგი ჩვენ ვთქვათ ტასმანიური ჩანთოსანი მგელი და მგელი ორივე არის, ესე იგი ერთი და იგივე ან ძალიან მსგავსი ფორმის სხეული გააჩნიათ, მსგავსად ნადირობენ, თუმცა მთლად არა, მგელი მაინც ჯგუფური სახეობა არის და ესე იგი საწყალი გადაშენებული ჩანთოსანი მგელი იყო მარტოხელა მონადირე, მაგრამ ნუ რაღაც მსგავსება აქვთ. მაგრამ როგორ შეგვიძლია ეს განვმარტოთ? რა არის ეს ფუნქცია? პირველი, ჩვენ შეგვიძლია ალბათ ვთქვათ, რომ ფუნქცია ეს არის კვების ჯაჭვში ან კვების ბადეში ორგანიზმის ადგილი. და ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან უცნაური შედეგი შეგვიძლია მივიღოთ, არა? აი აქ თქვენ ხედავთ კალიას და თქვენ იცით ყველამ, რომ კალია იკვებება ბალახით და ზოგჯერ ესეთ საფრთხეს წარმოადგენს ნათესებისათვის და ქვედა სურათზე თქვენ ხედავთ ანტილოპას. კალიაც და ანტილოპაც იკვებება ერთი და იგივე საკვებით ბალახეული საფარით, რომელიც რაღაც ტყის გარეთ არის გავრცელებული ფართოდ აფრიკაში. ამ შემთხვევაში ეს ორივე სახეობა არის აფრიკული. მაგრამ კალია და ანტილოპა სულ არ გვანან ერთმანეთს, არა? ერთი არის ძუძუმწოვარი, ერთი არის საერთოდ მწერი. ესე ერთი არის პატარა, მეორე არის ძროხისოდენა და ასე შემდეგ. ჩვენ ალბათ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ნიში არის ერთი და იგივე, ან მათი ნიში არის ძალიან მსგავსი, იმიტომ რომ მრავალი პარამეტრით ეს სახეობები ალბათ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და სახეობას სჭირდება კვების გარდა უამრავი სხვა რესურსი, რომელსაც იგი იყენებს. მაგრამ რაც ეხება კვებას, ნამდვილად ნიშები კალიასი და ანტილოპის არის ძლიერად გადაფარული, არა? ესენი იყენებენ ერთსა და იგივე საკვებ რესურსს და შეიძლება კონკურენტულ ურთიერთობაშიც კი შევიდნენ ამ საკვები რესურსის გამო, ხო? ესე იგი, რადგანაც კალიის სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს ბალახის შემცირება, ბალახის საფარის შემცირება, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ანტილოპებზე. მარჯვნივ ჩვენ გვაქვს ჭიანჭველა მჭამია, რომელიც ცხოვრობს სამხრეთ ამერიკაში, ესეთი ხის სამხრეთ ამერიკაში არის ბევრი სახეობა ჭიანჭველა მჭამიების, არის ისეთები, რომლებიც ესე იგი დარბიან, საკმაოდ დიდები არიან, დიდი ძაღლისოდენა და დარბის სტეპში, დარბის მინდორში. არიან სახეობები უფრო მეტი, რომლებიც დაძრომიალობენ ხეებზე, ნუ ერთიანდებიან ისინი მათი კვების ტიპით. ყველანი იკვებება ჭიანჭველებით ან სხვა კოლონიალური მწერებით, ტერმიტებით ზოგიერთ შემთხვევაში. ქვედა სურათზე არის პანგოლინი, ესეთი საინტერესო ძუძუმწოვარი, რომელიც არ არის ჭიანჭველა მჭამიების ნათესავი, რომელიც ცხოვრობს არა სამხრეთ ამერიკაში, არამედ აფრიკაში, მაგრამ არის იკვებება ასევე ჭიანჭველებით და ტერმიტებით, როგორც სამხრეთ ამერიკული ჭიანჭველა მჭამიები. ესე იგი, ეს ცხოველები არ არიან მონათესავოები და ეს ცხოველები მაინც და მაინც, როგორც უყურებთ, არც გვანან ერთმანეთს, მაგრამ კვების ნიშის მიხედვით ისინი საკმაოდ ემსგავსებიან ერთმანეთს, თუმცა
ალბათ კონკურენციაში ისინი ვერ შევლენ, რადგანაც პირველი ცხოვრობს ერთ კონტინენტზე და მეორე კონტინენტზე და ესე იგი სამხრეთ ამერიკაში ჭიანჭველების რაოდენობა ალბათ დიდ გავლენას ვერ მოახდენს პანგოლინებზე, რომელსაც აინტერესებს უფრო აფრიკული ჭიანჭველები. მაგრამ ეს არის ნიშის მხოლოდ ერთ-ერთი განზომილება. კვების ნიშის გარდა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სივრცობრივ ნიშზე, ანუ რაღაც გარკვეულ გეოგრაფიულ არეზე, დედამიწის ფარგლებში, სადაც ესა თუ ის სახეობა ცხოვრობს. აი მარცხენა სურათზე თქვენ ხედავთ ალბათ ყველა თქვენთვის ცნობილ ერთ-ერთ ჩვენს ტყეებში დომინირებად ჩვეულებრივ ხეს, წიფელს, ესეთი ძველი წიფელი არის, სადღაც დიდგორის მიდამოებში გადაღებული, ხოლო მარჯვენა სურათზე, იმედია რომ თქვენ იცნობთ გეოგრაფიულ რუკას, თქვენ ხედავთ ევროპის რუკას, ხმელთაშუა ზღვა, ინგლისი, შავი ზღვა და აი აქა ვართ ჩვენ და ამ რუკაზე შავად არის მონიშნული არე ან ნაცრისფრად, სადაც რეალურად გვხვდება წიფელი. მაგრამ აქ არის საინტერესო მომენტი. ესე იგი, რითი განსხვავდება ეს არე, სადაც წიფელი არის, იმ თეთრი არისაგან, სადაც წიფელი არ გვხვდება. პირველ რიგში კლიმატური პირობებით. იქ, სადაც წიფელი არ გვხვდება, ან არის ძალიან მშრალი, ნახეთ, როგორც ესპანეთში, ან როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ან ახლო აღმოსავლეთის დიდ ნაწილში, ესე იგი, წვიმების, ნალექების რაოდენობა წელიწადში არის 500 მილიმეტრზე ნაკლები ამ გეოგრაფიულ არეში, ან ძალიან ცივა, როგორც მაგალითად რუსეთის დიდ ნაწილში, ზამთარი არის ტენიანობა საკმარისი, მაგრამ ზამთარი არის ძალიან ცივი და როგორც ჩანს, წიფლის ნაყოფი უბრალოდ ვერ ხარობს ესეთ ცივ კლიმატურ პირობებში. ესე იგი, აი ეს კლიმატური პირობები ქმნიან არეს, სადაც წიფელს შეუძლია ცხოვრება და სადაც არის წიფლის სივრცობრივი ეკოლოგიური ნიში. ესე იგი, ის ადგილები, სადაც წიფელი არაა, იქ არ არის, იმიტომ რომ იქ პირობები არის შეუსაბამებელი ამ მცენარისათვის. თუმცა, ესე იგი, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ესეთი სიტყვა არეალი, ესე იგი გავრცელება სახეობის და ეკოლოგიური სივრცობრივი ნიში და არეალი და სივრცობრივი ნიში არის ერთი და იგივე, ან თითქმის ერთი და იგივე. თუმცა მდლად არა, წიფელი არ არის, ესე იგი ძალიან სკანდინავიაში, წიფელი არ არის ნორვეგიის ჩრდილოეთში, თუმცა კლიმატური პირობები ნორვეგიის ატლანტის სანაპიროზე არ არის მაინც და მაინც წიფელისთვის შეუსაბამო. არა, წიფელი არ არის ძირითადად ირლანდიაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ რუკაზე ჩვენ ვხედავთ შავად მონიშნულ არეს, ესე იგი პირობები არის მისთვის კარგი. რაღაც სხვა არის, როგორც ჩანს, რაღაც სხვა მიზეზია, რატომაც ეს ხე ამ ადგილებში არიზდება, მაგალითად ადამიანმა უბრალოდ ის ამოჩეხა. ხო? მაგრამ ეკოლოგიური ნიშა არის ამ შემთხვევაში უფრო ფართო, ვიდრე ცოტათი უფრო ფართო, ვიდრე რეალური არეალი, ვიდრე რეალური გეოგრაფიული გავრცელება. აი აქ არის მეორე შემთხვევა, ეს არის კავკასიური სალამანდრა, ენდემური სახეობა, რომელიც ცხოვრობს მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში. დაწყებული სადღაც ბორჯომის ხეობიდან მიდის მისი არეალი თურქეთამდე, სცდება თურქეთის საზღვარს და დაახლოებით მთებით ესეთი ტენიან ტყეში ცხოვრობს ეს ცხოველი პატარა წყაროებთან და ვრცელდება დასავლეთით დაახლოებით ტრაბზონამდე. მაგრამ მარჯვნივ თქვენ ხედავთ ამ ცხოველის სივრცობრივ ნიშას, ესე იგი იმ არეს, სადაც კლიმატური პირობები და რელიეფი, ესე იგი წყაროების არსებობა ხელს უწყობს ამ ცხოველის გადარჩენას. ნახეთ, სივრცობრივი ნიშა კავკასიური სალამანდრის რეალურად როდის შეიზღუდება მისი რეალური გავრცელებით, არა? ის ფარავს დასავლეთი ევროპის დიდ ნაწილს, საფრანგეთის დიდ ნაწილს, გერმანიის დიდ ნაწილს, თითქმის მთლიანად ბრიტანეთსა და ირლანდიას და მეტიც, ესე იგი, პირობები
შესაბამისი სალამანდრასათვის არის დიდი კავკასიონის დასავლეთ ფერდობებზეც, მაგრამ არც ერთ ამ რეგიონში ეს ცხოველი არ არის. რატომ არ არის? როგორც ჩანს, კავკასიური სალამანდრა არის ძალიან ისევ ესე იგი ვიწრო ეკოლოგიური ნიშის მქონე ცხოველი, მას სჭირდება ძალიან ტენიანი და გრილი გარემო, ის იქაც სადაც ის ცხოვრობს არის საკმაოდ ძნელი მოსაძებნი, იმიტომ რომ მალულ ცხოვრების ნირს ეწევა, ძირითადად თქვენ ხედავთ მას ან როდესაც გადააბრუნებთ რაღაც მის თავშესაფარს, ან სიტყვაზე, როდესაც თქვენ ღამე გამოხვალთ და ფანრით შეიძლება წყაროსთან დაინახოთ ეს სალამანდრა, თუმცა არც ისე პატარა არის, დაახლოებით 30 სანტიმეტრამდე ძალიან გრძელი კუდი გააჩნია და შესაბამისად ამ ცხოველს ძალიან უჭირს მოძრაობა თავისი ადგილსამყოფელოდან შორს. ის რომ წავიდეს შორს წყაროდან, ის გაშრება, უმალვე გაშრება რამოდენიმე საათის განმავლობაში, მას არ შეუძლია მიგრაცია. და ეს არის მიზეზი, რომ მან არა მხოლოდ დასავლეთ ევროპას, არამედ დიდი კავკასიონის მთებსაც კი ვერ მიაღწია, უბრალოდ ვერ გადალახა ლიხის ქედი, სადაც პირობები არ არის საკმარისად კარგი ამ პატარა ამფიბიისათვის, ამიტომ ეს არის ძალიან ესეთი რელიქტური, ენდემური ცხოველი, რომელიც შემორჩა ჩვენს ფაუნას უძველესი დროიდან, მიოცენის დროიდან, ჩვენ ვიცით, რომ როგორც მინიმუმ 15 მილიონი წელი კავკასიური სალამანდრები ან მათი წინაპრები არსებობდნენ იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ დღესაც. ესე იგი, ნიში ამ შემთხვევაში არის გაცილებით ფართო, ვიდრე რეალური გავრცელების არე. ეხლა, როდესაც ჩვენ ვილაპარაკეთ კვებით და სივრცობრივ ნიშაზე, მე მინდა შემოვიღო ორი ტერმინი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გამიჯნოთ ერთმანეთში. ერთი ტერმინი არის ფაქტორები და მეორე არის რესურსები. ესე იგი, გარემოს ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ცოცხალ ორგანიზმებზე და ბუნებრივი რესურსები, რომელთაც ცოცხალი ორგანიზმები იყენებენ. მე შევეცდები, რომ რაც შეიძლება მარტივად ავხსნა, რაში არის განსხვავება ამ ორს შორის. ფაქტორები არის მაგალითად ტემპერატურა, არა? ესე იგი, ტემპერატურა, ჩვენ ვიცით, რომ ცხოველების უმრავლესობას არ შეუძლია, რომ გადარჩეს ძალიან მოკვდება, თუ ტემპერატურა იქნება ძალიან მაღალი, მაგალითად 50 გრადუსი ცელსიუსი. ან თუ იქნება ძალიან დაბალი -40-ზე ქვემოთ. ძუძუმწოვრები და ფრინველები არიან თბილსისხლიანი ჰომოიოთერმული ცხოველები, ისინი რაღაცნაირად იკავებენ ტემპერატურას თავისი სხეულის, მაგრამ პოიკილოთერმული ცხოველები, ანუ ცხოველები, რომელთა სხეულის ტემპერატურა არის დამოკიდებული გარემოზე, საკმაოდ ადვილად შეიძლება გაიყინონ. ესე იგი, უბრალოდ მინუსი ტემპერატურა ყინვა, როდესაც დაიწყება, თუ ანალოგიური ტემპერატურის გახდება ხვლიკის ან გველის ან ბაყაყის ან თევზის სხეული, გაიყინება სისხლი მათ სხეულში, მოხდება ამ სისხლის კრისტალიზაცია და ცხოველი დაიღუპება, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან, რომ ზამთრის პერიოდში სადღაც ძალიან ღრმად შეძვრნენ, სადაც ტემპერატურა მაინც და მაინც არ ჩადის ძალიან ქვემოთ, ნოლის ძალიან ქვემოთ, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 0-ის ირგვლივ მერყეობს. ან ამფიბიების შემთხვევაში, სალამანდრების, ბაყაყების, ისინი წყაროებში ძვრებიან, რომელიც არ იყინებიან ზამთარში. არის ტენიანობა, არა? თუ ძალიან მშრალი გარემო არის, იქ არ გაიზრდება მცენარე. თქვენ ალბათ ხართ ნამყოფი დავით გარეთში, იქ რაღაც მცენარეულობა არის, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი სამუხშიც კი, რომელიც უკიდურეს აღმოსავლეთ საქართველოშია, აზერბაიჯანის საზღვარზე, იქ ესეთი ნახევარუდაბნო არის, იქაც არის მცენარეულობა, მაგრამ დიდი უმეტესობა მცენარეების, ბალახი იქნება ეს ყვავილები თუ მით უმეტეს ხეები,
იქ ვერ ცხოვრობენ, უბრალოდ იმიტომ რომ იქ ტენიანობა არის არასაკმარისი იმით რომ მათ თავისი სხეული მოამარაგონ წყლით. მარილიანობა, არა, ისევ მე ვლაპარაკობდი, ვთქვათ თქვენ რომ გახვიდეთ შავი ზღვის სანაპიროზე, იქაც მცენარეულობა არის ძალიან ღარიბი, არის მცენარეები, მაგრამ მრავალფეროვანი არაა ეს მცენარეები, არის თითოეულ რამოდენიმე სახეობა, თქვენ რომ გადახვიდეთ სადმე მთის ტყეში, იქ სახეობების რაოდენობა 10-ჯერ და 100-ჯერ არის უფრო მეტია რა მცენარეების, იმიტომ რომ მარილიანობა მათ ზღუდავს. დაცულობა, ხო? დაცულობა, თქვენ იცით რომ დათვები არ ცხოვრობენ ქალაქებში, არა, იმიტომ რომ დათვები რაღაც საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანებისათვის და დათვი თუ შევიდა ქალაქში, ალბათ მოსახლეობას ეს დათვი არ მოეწონება და მოკლავენ. ამიტომ დათვი ემალება ადამიანს. იცით, ამის წინ ეს ჩვენს ინსტიტუტში ჩატარდა საინტერესო კვლევა, გენეტიკური კვლევა მურა დათვის კავკასიაში და აღმოჩნდა რა, რომ ესე იგი მურა დათვი, რომელიც ცხოვრობს დიდ კავკასიონზე და მურა დათვები, რომლებიც ცხოვრობენ მცირე კავკასიონზე, თითქმის არ გადადიან მცირე კავკასიონსა და დიდ კავკასიონს შორის, მიუხედავად რომ მათ აერთიანებს საკმაოდ ტყიანი ლიხის ქედი. მარტო მამრები მოძრაობენ და მდედრი დათვები რჩებიან დიდ კავკასიონზე და ან მცირე კავკასიონზე უკვე 1-20,000 წლის განმავლობაში, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც კავკასიაში მასიურად დასახლდა ადამიანი. საქმე ის არის, რომ ადამიანის საფრთხის, ადამიანის სიახლოვე იმდენად აშინებს დათვს, რომ ეს ხდება მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზღუდავს ამ დათვის მოძრაობას. ესე იგი, ალბათ მამრი დათვები არის ამ შემთხვევაში უფრო გულადი, ვიდრე მდედრები და მე ემართებათ ესეთი რამ და მდედრებს ეშინიათ მათ უნდა თავის ბელებს მიხედონ და ისინი უფრო დაცულ და დაცულ ადგილებში რჩებიან. ან ფაქტორი შეიძლება იყოს საკვების ზომა. არა, საკვების ზომა, მაგალითად, ანკარა გველმა შეიძლება გადაყლაპოს ბაყაყი. პატარა ანკარამ, რომლის ზომა არის, არ ვიცი, სადღაც 30 სანტიმეტრი, ალბათ გადაყლაპავს თავკომბალას ან ახლად გამოჩეკილ ბაყაყს. მაგრამ ის ვერ ჩაყლაპავს დიდ ესეთ ტბორის, მსხვილ ტბორის ბაყაყს, რომელიც, თქვათ, ბევრი არის კუს ტბაზე, არა? ესე იგი, საკვები, რომელიც არის გარემოში, უნდა იყოს ისეთი ზომის, რომელიც არის მისაღები ამა თუ იმ ცხოველისათვის.